დეკანოს თამაშ ჩოხელის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მალე კიდევ ერთი შეემატება. სასულიერო პირის ნაწარმოებების მიხედვით დაწერილი კომპოზიციები თავისუფლად შეიძლება სრულყოფილი დისკის სახითაც გამოიცეს, ვინაიდან მათი რიცხვი უკვე 20-ს უახლოვდება. თემურ ციკლაური ახალ სიმღერაზე მიშა ზაქარიაშვილთან ერთად უკვე ერთი თვეა მუშაობს. ხმისჩამწერ სტუდიაში ბოლო შტრიხებს ასწორებენ. თას დაუბრუნდი მთიელო, ასე ქვია სიმღერას, რომელიც დეკანოს თამაშ ჩოხელის ლექსზე შეიქმნა. სიმღერა პატრიოტული ჟანრისაა და მიუხედავად ამისა, კომპოზიტორმა ტექსტს კლასიკური მუსიკა შეუსაბამა. ამა თამაშის ლექსები საერთოდ იმიტომ მომწონს, რომ არის სულ მოწოდება, რაღაც აი განსხვავებულია, სხვა ხედვა აქვს ამ ადამიანს და პირველი რაც იყო, აი პირველი ემოცია, თავს დაუბრუნდი მთიელო, რო წავიკითხე, უკვე მივხვდი, რომ აკორდეონით ეცდება ხოლმე გავსი სიმღერები და ჩვენ ვეცადეთ, რომ რაღაცა ისეთი კლასიკურ ვარიანტში ჩაგვეწერა. შეიქმნა აი ამ ლექსზე რაღაც ესეთი მუსიკალური ნაწარმოები. მიშას არაერთი სიმღერა მაქვს ნამღერი და იგი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი გახლავთ. თემაც ამ სიმღერის აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან ახლობელი და გულში და მეგონი ყველა ქართველისთვის. დეკანოზი თამაშ ჩოხელი ჯვრის მამის ტაძრის მოძღვარია. უმეტეს დროს სწორედ ამ ტაძარში ატარებს. ლექსებს ბავშვობიდან წერს. თას დაუბრუნდი მთიელო, მან 1 წლის წინ დაწერა და როგორც თვითონ ამბობს, გულის ტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ თა ახალგაზრდებისგან იცლება. ჩემი ლექსები ძირითადად მთის კილოზე იწერება. სადიდებელი მთისა და ბარისაც რა თქმა უნდა და ამ ლექსში თას დაუბრუნდი მთიელო არის იწყება სამშობლოს სიყვარული და გადაიზრდება ქალვაჟის სიყვარულში. მოგეხსენებათ რომ ქალვაჟის სიყვარული წმინდასაც და ღვთისაგან ნაკურთხი და უნდა შეიქმნას ქრისტიანული ოჯახები, გამრავლდეს ქართველი ერი. დეკანოზმა თამაშ ჩოხელმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ლექსები წიგნადაც გამოსცა. მასში 36 ლექსია შესული, თითოეული სხვადასხვა თემას ეძღვნება. ლექსის წერის დროს ყოველთვის სურს, რომ მკითხველმა მისი მოწოდება გაიზიაროს და საკუთარ თავში დაფიქრდეს. ჩემი ლექსები ძირითადად მიძღვნითი ხასიათის არის, მიძღვნითი და რაც მოგეხსენებათ რომ ყველაფერი ღვთისნებით ხდება, როდესაც ჩემს ლექსებს წავიკითხავ, ზოგიერთი მათგანი მეც კი მომწონს. ოდნავ და მაშინ ხვდები ხოლმე ჩემი როლი უმნიშვნელო ამ ლექსის დაწერაში და ღმერთი არის უპირველესი შემოქმედი და ის ქმნის და ჩვენ ადამიანები უბრალოდ მონაწილეობას ვიღებთ. თამაშ ჩოხელის შემოქმედებიდან 19 ლექსი უკვე ამღერებულია. მისი პირველი ლექსი გუდამაყრელი კახა მანგოშვილმა იმღერა. მომავალში კიდევ 3 ლექსზე შექმნილი სიმღერა ჩაიწერება.